დღეს მინდა გაგიზიაროთ დაპირებული მაწვნის სუპი, ყველაზე მარტივად მოსამზადებელი წვნიანი და თანაც ძალიან გემრიელი. ქვაბში გადავიტანოთ 50 გრამი კარაქი, მე ვიყენებ შატილის ნაღების კარაქს. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი რომ ოქროსფერი გახდება, ვამატებთ წყალს ისე რომ ქვაბი ნახევრად დაიფაროს. შემდეგ 3 სუფრის კოვზი ბრინჯი და უკვე ველოდებით დაბალ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვას. სანამ ბრინჯი მოიხარშება, გადავიდეთ მთავარ ინგრედიენტებზე. 500 გრამ მაწვანს დავამატოთ 3 ცალი კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად გავხსნათ. ბრინჯიც მოიხარშა, შეგვიძლია ეტაპობრივად მუდმივი მორევით გადავიტანოთ კვერცხის ფქვილის და მაწვნის ნაზავი. დავამატოთ მარილი გემოვნებით და მე პირადად მაწვნის სუპი მიყვარს ქინძთან, ან კამასთან, ან პიტნასთან ერთად. ამ შემთხვევაში კი სახლში ქინძი მქონდა. მაწვნის წვნიანს ჩემი აზრით ძალიან უხდება ხმელი იმერული ყველი. ცადეთ დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ.